გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც როგორც ბევრი სხვა ხალხებისა ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშვნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. ალექსანდრე ყაზბეგმა დაგვიტოვა უნიკალური რამ. ვისი გვარის ახალი, რაც ჩვენი გადაცემის სახელს სუსტად პასუხობს. ჩვენ ვიკვლევთ გვარების ისტორიას. დღეს ყაზბეგში ვიმყოფებით კობიაშვილების სალოცავ ნიშთან. კობიაშვილების გვარზე მოგითხრით. სოფელ ყანოფში ვართ. ქაბარჯინას თაგადმოყოლებს ზემოდან. და ჩვენი სტუმარია დღეს ბექა კობიაშვილი. ბექა გამარჯობა. გამარჯობათ. მაინტერესებს საიდან ხართ კობიაშვილები წარმოშობით. ეხლა ვიმყოფებით სოფელ ყანოფში. ადგილობრივების დიდ პროცენტს შეადგენს როგორც ვიცი კობიაშვილები. აქედან ხართ ძირითადად სოფელი ყანოფიდან გაფანტულები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თუ რამე სხვა ვერსია არსებობს? გადმოცემით ვიცით რომ სოფელი მნა თრუსოს ხეობაში არის ესეთი სოფელი, იქ ცხოვრობდით კობიაშვილები, სულ ორი გვარი იყო იმ სოფელში და ერთ-ერთი გვარი ვიყავით ჩვენ კობიაშვილები. გარშემო სულ რამოდენიმე სოფელი არის, დაახლოებით ალბათ 1-12 სოფელი, შეიძლება მეტიც. ეს სოფლები იყო სულ ოსებით დასახლებული. და სულ შეტაკებები მოგდიოდა ემოსებთანა, სულ ჭხუბი, სულ სისხლის ღრა, სულ რაღაცა და ისე გამოვიდა რომ ეს ოსები იყვნენ ჩვენზე ბევრად მეტნი. და შეგვავიწრო ეს. და მე გადმოსახლდნენ სოფელ კობში. ეს კობის ხეობა და მათ სულ კობიაშვილები ცხოვრობდით. ზემოთ არის სოფელი უხათი. მანდაც ცხოვრობდნენ რა კობიაშვილები. ანუ ძირითადი წარმომავლობა კობიაშვილების არის სოფელი უხათი და სოფელი მნა. ეხლა ცხოვრობთ უფრო მეტი წელი ყანოფში. გადმოცემით ვიცით რომ ერეკლე მეფის კარზე ვიყავით ჩვენა კობიაშვილები, ომობდნენ და ერეკლე მეფემ დაასაჩუქრა მიწით. ჩვენი გვარი ეს მნის ხეობა და კობის ხეობა გვეკუთვნოდა ჩვენს გვარს. ეს გრძელდებოდა საუკუნეები. და აქედან წასულები არიან მერე ეს კახელი კობიაშვილები დუშეთში არიან, სოფელი არის კობიანთკარი. ნუ აქედან დაარქვეს ალბათ სახელიც კობიანთკარია. თვითონ კობსაც კობიანთკარი ერქვა თავის დროზე და მერე იქაც სოფელი დაარსეს. აქედან რო გადავიდნენ კობიანთკარი. სოფელი მნა ახსენე. ძირითადად მოდიხართ იქედან. კიდე რა ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ სოფელ მნასთან დაკავშირებით? გადმოცემით რაც ვიცით, სოფელი მნა არის მე-3 საუკუნეში დასახლდა ხალხი. ხა მაშინ გვარები არც ცნობილი იყო, ხა კობიაშვილი ცხოვრობდა თუ ვინ ცხოვრობდა, არავინ არ იცის. მე-6 საუკუნის ეკლესია არის მან, ჩვენი აშენებული კობიაშვილებისა. 28 აგვისტოს აღნიშნავთ მან მარიამობას მაგ ეკლესიაში და მან ცხოვრობდით ძირითადად კობიაშვილები. და მე გადმოვედით უკვე აქეთ ხეობაში კობს ეკუთვნის ეგაც თრუსოს ხეობა და ამის კობის ხეობა არის. და უკვე ძირითადად მე გადმოსახლდნენ აქეთ რა, კობში გადმოსახლდნენ ეს ზემოთ არის სოფელი უხათი. მანდაც ცხოვრობდნენ კობიაშვილები და ქვემოთაც ცხოვრობდნენ კობში. მე მადედან არიან უკვე წამოსულები ყანოფში. ვიქა ეხლა ვიმყოფებით მე და თქვენ ტაძრის ეზოში, სოფელ ყანოფში.
ტაძარზე რა ინფორმაცია გაქვთ? სოფლის სალოცავი არის, მარტო კობიაშვილების არა, როგორც ვიცი. ეს არის სოფლის, აქ რამოდენიმე გვარი არის კიდე კობიაშვილების გარდა და ყველა გვარმა მიიღო მონაწილეობა ამ ეკლესიის მშენებლობაში. ხო, ეს არის მე-18 საუკუნის ეკლესია არის. ხო, და ეს ხევში იყო ორი მოქმედი ტაძარი იმ დროისთვის და ჯვრისწერა მარტო აქ ხდებოდა. აი ერთადერთი ყანოფში ატარებდნენ ჯვრისწერას და მეორე იყო სიონიარი სოფელი, ისიც ძველი ეკლესია არის. ზუსტად არ ვიცი, ან მე-6 ან მე-8 საუკუნის ეკლესია არის, ისიც ძველი ეკლესია არის. თითქოს რესტავრირებულია შიგნიდან ტაძარი. კი ბატონო, ამას ჩაუტარდა რესტავრაცია კომუნისტების დროს, სულ გაათეთრეს ეს ფრესკები და არაფერი აღარ ეთყობოდა. რეზო კობიაშვილი არის ჩვენი, ეხლა დაიღუპა, აღარ არის ცოცხალი და იმან გაუკეთა მთლიანად რესტავრაცია ამ ეკლესიას. თავის მოხატულობით და ყველაფერი რეზოს გაკეთებული არის. კარგი საქმე გაუკეთებია სიცოცხლეში აცხონოს მისულობთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ბოდორნაში, სადაც კობიანტკარელმა კობიაშვილებმა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს. კობიაშვილების გვარის კვლევა დავიწყეთ ყაზბეგიდან, სოფელი ყანუბიდან. და ახლა თბილისში ვესტუმრეთ ბატონ ვეფხო კობიაშვილს. ბატონ ვეფხო, კიდე სად არიან გავრცელებულები კობიაშვილის გვარის მატარებელი ხალხი? ჩემი ინფორმაციით დუშეთში არიან, კობიანტკარი არის იქ სოფელი. ძალიან ცოტანიღა ცხოვრობენ შიგ კობიანტკარში კობიაშვილები, მაგრამ საკმაოდ არიან კიდე. არიან იმერეთში. იმერეთში ითხრისი არის ესეთი სოფელი, სადაც კობიაშვილები არიან. სად არის აშენებული ტაძარი კობიაშვილების? ბოდორნაში. ბოდორნა ეკუთვნის დუშეთის რეგიონია. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია და რომ შედიხარ შიგნით, კობიაშვილმა აუშენა და მიუძღვნა ერთ-ერთ თავის საყვარელ ადამიანს. ხატი გაქვთ დაწერილი კობიაშვილებს? პატრიარქის როცა ვკურთხევით, როდესაც იყო გვარის ურთხევა სამებაში მოხდა 2010 წელში იყო ზუსტად. ბევრი კობიაშვილი შეიკრიბეთ მაშინ? საკმაოდ ბევრი შევიკრიბეთ. კიბეები რაც არის, რომ ჩამოდეხარ, სავსე იყო კობიაშვილებით. ომის გმირები არიან კობიაშვილები, როგორც ვიცი. მეორე მსოფლიო ომში კობიაშვილები იყვნენ, საკმაოდ ბევრი იყვნენ. მარტო ყანოვიდან იყო 20 ადამიანი. შალვა კობიაშვილი, რომელსაც წიგნიც აქვს გამოცემული პარტიზანული გზებით. 20 ადამიანი იყო, ესე იგი წასული კობიაშვილი სოფელი ყანოვიდან. დაბრუნდა ვინმე სამომიდან? ეგ შალვა კობიაშვილი დაბრუნდა. გამოჩენილი კობიაშვილები ვინ არიან? ლევანი ყავს კობიაშვილი. ყავს მეორე ლევანი კობიაშვილი, რომელიც მასტერ შეფი არის. ფრინავი ყავს ლევანი კობიაშვილი კიდე. ზუსტად გამსახურდიას პირადი ფრინავი იყო დიახ. პატრიარქის დაცვის უფროსი იყო წლების განმავლობაში ბატონი შოთა კობიაშვილი. პატრიარქის დღიდან აღსაყდრებისა, აი ბოლომდე პატრიარქთან იყო. ახლა პატრიარქი ვახსენეთ, ვიცი რომ კობიაშვილები სასულიერო პირები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან. ყანოფში მდელი იყო კობიაშვილი და რომ შემოვიდნენ წითლები და დადგადავიდა რა როგორც ასეთი დევნა წავიდა რა. ყველას კარგად მოგვეხსენება ახლა ისტორიულად დევნიდნენ სამღვდელოებას, ეკლესიას და ასე შემდეგ. აი მაშინ ყანობიდანაც წამოვიდა, გამოერიდა, იმიტომ რომ ხა საზღვრისპირა რაიონი იყო და მაქსიმალური ყურადღება და თან ხომანდიდან ვერ შემოვიდნენ და რუსებს კიდე ეგ არ აწყობდნენ. მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ ყაზბეგის რაიონში ჯარი და ესენი ყავდათ ჩაყენებული. მდლიანნი არიანო და კიცხავდნენ რა, როგორც ეს კომუნისტების დროს ხდებოდა ესე იგი. აი რო ვერ შემოვიდა
ხო დარიალის ხეობიდან მოდიოდნენ და ვერ შემოვიდნენ მანდედან რა 100 მოხევე იცავდა დარიალის კარიბჭეს რა შემოსასვლელს რა თქმა უნდა იმ 100-დან ხალ სულ ერთ და იგივე არ იყო იქ გოგიაშვილებიც იყვნენ და ყველა როტაცია ხდებოდა იცვლებოდნენ რა მაგრამ 100 კაცი ეცვლებოდა ერთმანეთს დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის კავკასიონის ქედს გამოვყევით და თელავში ჩამოვედით. სოფელ ვარდისუბანში ძალიან ბევრი არიან გადმოსულები კობიაშვილები და მათ ვესტუმრებით. სოფელი ყანობიდან, ყაზბეგიდან თელავში გადმოსახდნენ კობიაშვილები. ეს ყაზბეგიდან წამოიღეს ქვა ნიში და ბატონი ვასილი მოგვიყვება თუ რატომ გადმოსახდნენ თელავში კობიაშვილები. გამარჯობა ბატონო ვასილი. კობიაშვილები ხართ? დიახ. სოფელ ყანობაში ვიყავით. ყაზბეგში და ჩამოვედით თელავში. გადმოსახლებულები ხართ სოფელ ვარდისუბანში. რატომ არის ადგილმონაცვლეობა ამ სიშორეზე ყაზბეგიდან თელავამდე? არის ასეთი მეცნიერი ალექსანდრე ფრონელი, რომელმაც დაწერა ძალიან საინტერესო კვლევა ეს ყურტაბა დაახლოებით 50-იან წლებში მთიულეთი. აი სწორედ მთიულეთში აღწერილია მთიელი ხალხის აჯანყება, მთიულების აჯანყება, რომელიც დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. ცნობილია, რომ მაშინ როცა 1801 წელს თბილისში თათრის მოედანზე შეხვდა რუსეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი და გამოაცხადა, რომ საქართველოს დღეიდან არის გუბერნიაო. მანამდე ცოტა ადრე რუსეთის საექსპედიციო კორპუსი ემზადებოდა უკვე შემოსასვლელად საქართველოში. ამიტომ მათ უნდა გამოევლოთ ეხლა ახლანდელი საქართველოს სამხედრო გზა. სამხედრო გზა მაშინ ასეთი მდგომარეობით არ იყო. რა თქმა უნდა, იყო ძალიან ვიწრო სასალფეხო ბილიკები და გადაწყვიტეს გაეფართოვებინათ საქართველოს სამხედრო გზა. ვინაიდან რესურსი ძალიან მწირი ჰქონდათ რუსებს გადათავიანთი სალდატებისა, გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი მთიელი მოსახლეობა, მთიანეთის მოსახლეობა გამოეყენებინათ სამუშაოებისთვის და იქცეოდნენ ალბათ ისე როგორც ძველი კონკისტადორები არ იქცეოდნენ, როცა დაიპყრეს სამხრეთი ამერიკა და შევიდნენ პეროში. გამოიყვანეს ამაყი მთიული ხალხის ცოლები, შვილები, ზოგს უღელში აბავდნენ, იყო ლოთობა და მთელი ამბები. მოკლედ ექცეოდნენ როგორც ძალიან ასე ვთქვათ დააბეჭავეს ეს მთელი ერი. რა თქმა უნდა, ამაყმა მთიელებმა ეს ვერ მოითმინეს. შეიმუშავეს საიდუმლო გეგმა, გააერთიანეს ყველა მთაში არსებული მოხევეები, ფშავები, ხევსურები, შექმნეს ერთიანი ლაშქარი, სათავეში ჩაუდნენ მაშინდელი თავადიშვილები, ძირითადად რამოდენიმე გვარი იყო ესა და ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ ზაალ კობიაშვილი. ზაალ კობიაშვილი, კი ბატონო. რატო ზაალ კობიაშვილი? იმიტომ რომ როცა აჯანყება დამარცხდა 5 თვის შემდეგ და როცა მეზარბაზნეები და ასე ვთქვათ გაძლიერებული კორპუსი შემოიყვანეს და უკვე ზარბაზნებიდან დაიწყეს სროლა გამაგრებულ ვიწროებში, სწორედ ერთ-ერთი იყო მოთავეთ აღიარეს ზაალ კობიაშვილი და გამოკითხვაზე დაიბარეს. მოკლედ მოხდა ისე, რომ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში ხეობა მთლიანად ჩაიკეტა და მოწყდა ასე ვთქვათ რუსეთის იმპერიას ეს თბილისი. რა თქმა უნდა, აჯანყება სისხლში ჩაახშეს და დაიწყეს დევნა აი ამ ადგილობრივი მოთავეებისა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ როგორც მოგახსენეთ ზაალ კობიაშვილი იყო, რომლებიც დიდი ალბათობით სავარაუდოდ ყანობიდან იყო, იმიტომ რომ მთელი ჩვენი გვარი, კობიაშვილების გვარი ყანობშია, ასე ვთქვათ, დღემდეს ეს სოფელი შერჩენილი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია მარჯვენა სანაპიროზე. ხო და ამის გამო დაიწყეს დევნა. და ჩვენი გადმოცემით, სწორედ აი მე-19 საუკუნის დასაწყისში, აი ამ კობიაშვილების დიდმა ოჯახი რაოდენობა მოჯახებით ჩამოსახდნენ და ყველაზე ადვილი მოსაგნები, ასე ვთქვათ, ჩამოვიდნენ გომბორისთიდან. სწორი არჩევანი გაუკეთებიათ კობიაშვილებს. გომბორიდან როგორც ჩამოდივართ, შუამთის ლამაზი დღე არის, გამოდივართ თუ არა, სანამ თელავში შევალთ, არის ულამაზესი სოფელი ვარდისუბანი, სადაც ვიმყოფებით ახლა. აქ დაიდეს ფუძე კობიაშვილებმა და გამრავლეს. დიახ ბატონო. ვართ ნიშთან, რომელიც პატარა სალოცავად არის გაკეთებული. ყაზბეგიდან წამოიღეს შავი ქვა, არის ჩაშენებული. გვიანბეთ
ნიშის შესახებ. ყაზბეგში, სოფელ ყანოში არის ჩვენი გვარის სალოცავი ეკლესია. ამიტომ კობიაშვილებმა, ასე ვთქვათ, ადგილობრივმა და აქტიურმა კობიაშვილებმა დაახლოებით 10 წლის წინ წამოიღეთ ერთი ქვა იმ ჩვენი სალოცავიდან და აქ დავაფუძნეთ ნიში. რათა მუდმივად გქონდეს, ასე ვთქვათ, სულიერი და მორალური კავშირი ჩვენს წინაპრებთან. იქაც, ყაზბეგშიც, ყანოფშიც და აქაც. ძალიან კარგი. აქ იკრიბებით ხოლმე კობიაშვილები? იკრიბებით ხოლმე, აქ ავხვდებით ერთმანეთს. ყაზბეგიდან როდესაც ჩამოდიან კობიაშვილები, თქვენ ვარდისმუნელი კობიაშვილები, შაშიანელი კობიაშვილები და ახაშნელი კობიაშვილები იკრიბებით აქ. გადაცემა ვისი გორის ახარ გადაინაცვლებს ალბატონ მაია კობიაშვილთან. გამარჯობა ალბატონო მაია. გამარჯობა. როგორ მოხდით გურჯაანში, სოფელ ახაშენში კობიაშვილები? მამა ჩემი გიორგი კობიაშვილი დაბადებული და გაზრდილი გახლავთ თავისი მამა, პაპა და მრავალი თაობა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში და მისგან მსმენია რომ კობიაშვილები ახმეტის მთიანეთს გადმოყვნენო, სოფელ ყანობიდან წამოვიდნენ, მაგრამ მე ხა როგორც ფილოლოგი ყოველთვის მაინტერესებდა წყაროებით მესარგებლად. ყველაზე საინტერესოდ მომხვდა ყურში გურამ ქერაშვილს აქვს არაგვი და არაგველები და აი იქ ამოვიკითხე რომ არსებობდა სოფელი კობი და დღესაც არსებობს ის ყაზბეგის სათემოში, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დღეს ეს სოფელი ოსებით არის დასახლებული. ამ სოფლიდან მოდის ძირიდან, ან ამ სოფლის სახელიც მომდინარეობს ვინმე კობასგან. გვარი თავდაპირველად იხსენიება აი პირველ წყაროებში მე-11 საუკუნის ბოლოს და მე-12 საუკუნიდან დაახლოებით, ანუ საკმაოდ ხანდაზმულია. რაც შეეხება ჩემ გვარს სოფელ ახაშენში, საკმაოდ გავრცელებული გვარია. რამდენიმე შტო არის კობიაშვილებისა, თვითონ უშუალოდ სოფელ ახაშენში, ერთი არის პეტრიანი, ერთი არის ნაცვლიანი, მე პირადად ნაცვლიან საგვარეულოს მივეკუთვნები და რამდენადაც აი თვითონ ეს ზეწოდება ნაცვლიანი საგვარეულო, ხო? პირდაპირ ბმაშია ალბათ აი ამ გვარის ისტორიასთან. აზნაურები ყოფილან ჯერ არაგვის საერისთაოსი, შემდეგ სამეფო კარის აზნაურები ყოფილან კობიაშვილები. არსებობს ის გავრცელებული ინფორმაცია და გაცხარებით დაეძებენ კობიაშვილების საგვარეულო ღერბს, რომელიც ძალიან საინტერესო სიმბოლოებით ყოფილა დატვირთული და ერეკლე მეფისთვისაც ძალიან ერეკლე მეფის მიერ მოწონებული ყოფილა. არსებობს ესეთი ინფორმაცია, რომ თითქოს მეფე იმდენად წყალობდა კობიაშვილებს, რომ მათი იმედი ყოველთვის ჰქონდა ბრძოლის ველზე, როდესაც უნდა გაჭრილიყო და თავადობაც კი უბოძებიაო, მაგრამ თავადად ვერ გაფორმდა ეს გვარი, ვერა და ვერ, იმიტომ რომ მალე გადავარდა ბატონყმობა მოგეხსენებათ. რაც შეეხება ჩემი გვარის რაოდენობა სოფელში, 3000-ზე მეტი მოსახლეა სოფელში და აქედან 300-მდე კობიაშვილი ცხოვრობს ახლა დღესდღეობით, როგორც გამგეობისგან ინფორმაცია მოვიძიე. ძალიან კარგი, ეს სოფელ ახაშენში და გურჯაანის რაიონში და ისე ხო არის ეს მთლიანობაში თელავშიც, ყაზბეგშიც და აქედან მთლიან საქართველოში დაახლოებით რამდენი იქნებით კობიაშვილები? 1000 თუ 12000 და შეიძლება ეს ძალიან პატარა ციფრია, ალბათ ბევრად მეტი, არ ვიცი. თვის რაც ამ გადაცემაზე მუშაობთ, გადაცემა ვისი გორის ახარ 10000 ძალიან კარგი ციფრი არის, თუნდაც ცოტა იყოს გვარისთვის. როგორც ვიცი, სასულიერო პირები ყავთ გვარში. კობიაშვილებში. კი, გავრცელებული არის ეს ინფორმაცია. 23 მოქმედი სასულიერო პირია ზოგი ეპისკოპოსის რანგში. მე ვიცი, რომ ვაჟებშაველა ძალიან ახლობლობდა და მეგობრობდა კობიაშვილებთან. დიახ. ამის შესახებ ცოტა ამოწურავთ რო გვიპასუხოთ. ხო, იცით აი ასეთი ინფორმაცია არსებობს წიგნი კაიყმა, რომელიც კაიყმა თვითონ ვაჟებშაველაა და მასზე მოგონებები არსებობს და ერთ-ერთი მომგონებელი არის დავით კობიაშვილი. ვაჟებშაველას უახლოესი მეგობარი ყოფილა დავით კობიაშვილი. აი ესეთი ამბავი აქვს გახსენებული დავით კობიაშვილს, რომ ერთხელ სოკოს საკრეფად წავედითო მე და ვაჟებშაველა ტყეშიო.
და ვაჟა გაუყვა ბილიკებს გაუყვა და დავიკარგეთო გზაში ავწდით ერთმანეთს. მე დავიწყე ვაჟას ძებნა და რომ მოვბრუნდი პატარა ფერდობზე იჯდაო. ხან იჯდა ხან იდგა, იღებდა თავის ქუდს დაახეთქებდა მიწაზე, ჩხუბობდა, ბრაზობდა და რო ვკითხე კაცო, ვის ელაპარაკები, ხო არ გაგიჟდიო, მე გავგიჟდიო, აბა გახედეო ტყეშიო, წიფლები ერთად, მუხები ერთად, რცხილები ერთადო. გვარისა და სახეობების მიხედვით დაალაგებულან და ერთმანეთის ფესვს არ წყდებიანო. და ის და ჩვენ რა დაგვემართაო ქართველებს, რომ აი ეს ფესვი გაწყვეტილი გქონდეს და აი ზუსტად თქვენს გადაცემას ვისი გორის ახარ დავით კობიაშვილის ეს მოგონება მე ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება ვაჟას აი ამ დავით კობიაშვილისთვის როგორც ვახტანგ რაზიკაშვილი ვაჟასშვილი იხსენებს თავისი გორდაუჩუქებია და ეს იგივე დავით კობიაშვილია რომელსაც ილიას წიწამურში როდესაც ტყვია ესროლეს არა ბერდანის ტყვია როცა ესროლეს გულში მას მოუყვანია ექიმი პირველად დავით კობიაშვილს მოუყვანია ილიასთვის ექიმი და ტყვია რომელიც ამოუღეს ბერდანის ტყვია მასთან ინახებოდა და დღეს რომ მუზეუმში დევს დავით კობიაშვილს შეუნახავს და გაფრთხილებია აი ამ ავადსახსენებელ კოლერს ასე ვთქვათ და ესეც დავით კობიაშვილის სახელს ანიკო კობიაშვილი ეს არის ლაზარეთში სადაც ვაჟა-ფშაველა იწვა უკანასკნელ ხანს დიახ სიკვდილის წინ მის პალატას პატრონობდა და ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი დღეები მთლიანად ანიკო კობიაშვილის თვალში გაიარა უკანასკნელი ადამიანი ვინც მისი სულის ამოსვლას ესწრებოდა გახდათ კობიაშვილი და ეს ფოტო არსებობს და ინტერნეტში არის გავრცელებული ეს ფოტო ბახტრიონთან არის კიდევ დაკავშირებული კობიაშვილების სახელი და ერთ პაწაწინა ისტორიას მოგიყვებით მე ექსპედიციებში დამყავდა ჩემი მოსწავლეები და ერთ-ერთი ისტორია იყო თუშეთში მივდიოდით 12 დღე მყავდა კარვებით აყვანილი ეს ბავშვები და პირველი ღამე უნდა გაგვეთენებინა ალვანში ლუხუმაიძის ოჯახში როგორც მახსოვს და მათ შემოგთავაზეს ბახტრიონზე წაგიყვანთ და ეს საღამო ბახტრიონზე გავატაროთო. ბახტრიონის ტერიტორიაზე მოვედითო მეუბნებიან და არაფერი, აი ქვა, კენჭზე არ დევს. საერთოდ არ არის ეს გრანდიოზული კულტურული ძეგლი არ არსებობს. იყო რაღაც მაღალი გორაკი და ვიფიქრებ რომ იქნებ ბალახმა გადაუარა და იქნებ ქვემოთ არის ეს ციხე-სიმაგრე რომელიც ისტორიულად ცნობილია რომ იყო ძალიან დიდი ციხე-გალავანი. დავშალეთო ალვანი ავაშენეთო და თითოეულ სახლში რომ გადახედავთ ახლა იმ ბახტრიონის ფერდობიდან სოფელი ალვანი არაჩვეულებრივი არქიტექტურა აქვს იმიტომ რომ ვაზის რიგებივით არის სახლები იქ ჩალაგებული და აი ესეც ერთი სანახაობაა რომ გითხრათ სიმართლე და დავინახე სადღაც მოშორებით ეს გაბრაზებული რას ქვია ბახტრიონი დაშალეთ და სახლები აიშენეთ და დავინახე ტაძარი პატარა საყდარი რომელსაც არც კარი ქონდა არც ფანჯარა ქონდა და როგორც საბჭოთა პერიოდს შეესაბამება ბოლით იყო დაწერილი კვამლით იყო დაწერილი კედლებზე სახელები ამოჩიჩქნილი წავედი აი ამ ტაძარში გაბრაზებული უკან მოუხედავად და რომ შევედი ტაძარში ხო ერთადერთი თითქოს სამრევლო და საკურთხეველი გამიჯნული არის ერთი საფლავის ქვით რომელზეც ძველ ქართულად აწერია აქ განისვენებს დიდაზნაური კობიაშვილი. ეს იყო ჩემთვის ისეთი აღმოჩენა. ძალიან მაგარია. თქვენიც ემოცია მომაწვა ახლა და ძალიან თქვენ და ბახტრიონი ერთმანეთს უკავშირდებით. მე რაღაც ისტორიებში და წყაროებში მე ამოვიკითხე რომ კობიაშვილებს ძალიან გამოუჩენიათ ბახტრიონის აღებისას ბახტრიონის გათავისუფლებისას ყიზილბაშთაგან გათავისუფლებისას თავი. ყველა გადაცემა სრულდება სუფრით. და არ შეგვეძლო გვერდი აგვევლო შეფლევან კობიაშვილისთვის. ეხლა შევალთ და ვნახოთ რა კერს მოგვიმზადებს შეფლევან კობიაშვილი. გამარჯობა, შეფლევან. გამარჯობა. სასიამოვნოა რომ ჩვენი გადაცემისთვის დავთანხმდით. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დაინტერესდით ჩვენი გვარით და კარგ გადაცემას აკეთებთ და საერთოდ კარგ რაღაცებს, იმიტომ რომ ყველა გვარს რაღაც თავისებური ძალიან კარგი ისტორიები აქვს და მიხარია რომ გაჩნდა თქვენი სახით ესეთი კარგი რუბრიკა ესე ვთქვათ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ხელოვნების დონეზე გაქვთ აყვანილი სამზარეულო კულინარია.
კიდევ ხართ კობიაშვილები, შეფები, შენს გარდა? კი, არიან, საერთოდ რამოდენიმე არის, რომელიც დღესაც მუშაობენ და საკმაოდ ისეთი განთქმულები არიან. არის ესეთი თეთრი ნიკალა შუამთაში, ნიკო კობიაშვილი, რომელიც ძალიან მაგარი კულინარია, კარგი ადამიანიც არის, რა თქმა უნდა და სულ მიხარია ხოლმე იქ ჩასვლა. ვიცი რომ გემრიელად შევჭამ. ძალიან კარგი. რას მოგვიმზადებთ დღეს? დღეს გადავწყვიტე რომ რახაც მაინც ყველა კობიაშვილი მოხევეები ვართ, თის ხალხი. მართალია ესე დავისახსეთ, ზოგი კახეთში მოვხვდით, ზოგი დუშეთში, ზოგი იმერეთშიც კი. გადავწყვიტე რომ მაინც თის კერძი გამეკეთებინა. ეს არის პროდუქტი, რომელიც საკპატენტმა დააპატენტა და ძეგლთა დაცვაშია შეყვანილი, ანუ სუფთა ქართული პროდუქტი, რომელიც მთაში, მხოლოდ მთაში იყენებდნენ მეცხვარეები, ჯარისკაცები, ესე ვთქვათ, მეომარია ხალხი, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო წასაღებად, მომზადებაც არ ჭირდება, პირდაპირ შეგიძლიათ მიირთვათ ეგრევე და ნუ რა თქმა უნდა, ოჯახში როცა დრო არის ამისი, ამზადებენ ხოლმე ერბოსთან და ცოტაოდენ რძესთან ერთად და საკმაოდ ისეთი ძალიან გემრიელია, ძალიან ნოყიერია და ესე რომ ვთქვათ, ენერგიზერია ერთ-ერთი აი ამ ადამიანებისთვის რა. დამბალხაჭო მეუბრებს სუთან ქონდათ ხოლმე და მეცხვარეებს სხვათა შორის. თის ხალხი კიდე განთქმული იყო ამ მეცხვარეობით და მაგიტოა დღემდე შემორჩენილი და ნუ მეუბრებისთვის. ფრანგულ ფონძიოს ნამდვილად ჯობია ჩემთვის. ყველაფერი ქართულად ფონძიო. ცოტა ადამიანებს არ მოწონთ ესე საქართველოს შავად მიეჩვევიან ცოტა აი ამ ობის გამო ცოტა ისეთი მძაფრისუნი აქვს რა. აი ნახე და აი ამის გამო ზოგი არ ეკარება ხოლმე, მაგრამ დამერწმუნეთ, კარგად გაკეთებულს არც სუნი აქვს და არაჩვეულებრივი გემო აქვს და საერთოდ ამის წესი რა არის? ეს არ ითლება, უბრალოდ აი ესე უნდა მოიფხიკოს, აი ეს ზევითა ნაწილი და საერთოდ ამას თაში როგორ აკეთებენ ხოლმე, თლიან, ესე რომ გათლიან, შემდეგ თხელ ნაწილად ითლება და ერბოში და იმაში, მაგრამ მე უფრო მარტივად რომ ასე ვთქვათ, ჩვენ ჩავხეხეთ, აგერ ჩახეხილი მაქვს და თის ხალხიც თუ მიიღებს ამ რეკომენდაციას, კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთ-ორს ვასწავლეთ იანეთში და ძალიან გაუხარდათ, იმიტომ რომ დათლილი უფრო გვიან იხსნება ამ რძეში და იმაში და ეს უფრო მარტივია, უფრო სწრაფად კეთდება, ეფექტი და გემო აბსოლუტურად ერთი და იგივეა და ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. ველოდები სულ მოუწმენლად მის დაგემოვნებას. სხვათა შორის ნიორთან მიირთმევენ ხოლმე, ეს უდაო პირობაა, იმიტომ რომ ნიორ ძალიან უხდება და რა თქმა უნდა, ჟიპიტაურთან ან არახთან, ნუ მთაში რაც იყო, ძალიან კარგი ესეთი ხემსი იყო მაგათვის და ცოტა აი სიმძაფრეც რო დაეკარგა, ცოტა ტარხუნა გაუკეთე და ის ძალიან კარგად ანეიტრალებს აი ამ სუნს და ასე. ანუ ტარხუნა თქვენი ვერსია და ჩემი ვერსია, კი ბატონო და სხვათა შორის ძალიან უხდება. მოდი გავაკეთოთ, დავსინჯოთ. შეფ ლევან კობიაშვილი მოგვიმზადებს დამბალხაჭოს და სულ მოუწმენლად ველოდები როგორი გამოვა. ვიცი რომ კარგი იქნება, მაგრამ ძალიან კარგი გამოვა. ძალიან უკვე ისე ვარ. პირველად უნდა გავსინჯო ცხოვრებაში დამბალხაჭა და მიხარია რომ ესეთი წარმატებული კულინარი შეფი მოგვიმზადებს დამბალხაჭას. Reka, მიდი ახლა.
დამბალ ხაჭო. ძალიან დიდი მადლობა. მოხეულიც არ არის, მთის. იმიტომ რომ მარტო მოხეები არ ეკეთები. და ეს ნიორიც მიაკბიჩე. კობიაშვილებისგან დამბალ ხაჭო უგემრიელესი რამ, რასაც გავსინჯავ. როგორ ძალიან გემრიელია. იოსაც ძალიან გემრიელია. თურმე ჩემი ძმაკაც უდუშაური ყველა არ მეუბნებოდა რომ ყველაზე მაგარი რამე არის რაც კი თაშიაო. ნუ ამაზე კარგი. ასე თქვა გინდა ღვინოზე გინდა არაღზე ფანტასტიკური რამე. ძალიან დიდი მადლობა კობიაშვილებს. ესეთი გემრიელობით ვასრულებთ გადაცემას. კარგად ბრძანდებოდეთ.